უნდა მიიღოს. თბილისში ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნა მრავალფუნქციური კომპლექსი საბურთალოზე აფაქიძის 11 ნომერში აშენდა სამუშაოების სამშენებლო კომპანია თიფლის საბურთალო მუზრუნველყო, რომელიც თბილისის მერიის პროექტ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში მონაწილეობდა და შეჩერებული მშენებლობა განაახლა. თანამედროვე ნაგებობა ორი ნაწილისაგან შედგება, 15 სართულიან საცხოვრებელში მოსახლეობის შესახლება უკვე მიმდინარეობს. ახალი ბინებით სულ 110 ოჯახი დაკმაყოფილდება, მათ შორის 10 ოჯახი პროექტ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში. შენობის მეორე ბლოკი 16 სართულიან მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრს აერთიანებს. კომპლექსში განთავსებულია ბანკის ფილიალი, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, პირველ სართულზე კი ფიტნეს გამაჯანსაღებელი დარბაზი ფუნქციონირებს. ასევე მოეწყო 15 ნომრიანი სასტუმრო, ღამის კლუბი და რესტორანი. დასრულებული ბიზნეს ცენტრი დღეს დედაქალაქის მერმა პირადად დაათვალიერა და კომპლექსში დასაქმებულებს გაესაუბრა. ნებისმიერი დასრულებული მშენებლობა, რომელიც ესე ვთქვათ, ბიზნესის მოზიდვას გულისხმობს და ოფისების გახსნას გულისხმობს და ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ცენტრების გახსნას გულისხმობს, ავტომატურად დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს, იმიტომ რომ აქ გაიხსნება დაახლოებით 15-20 კომპანიის ოფისი, რაც დამატებით ნიშნავს 300-დან 500-მდე სამუშაო ადგილს, გაიხსნა და ესეთი გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი, რომელიც ასევე დამატებით 20-25 სამუშაო ადგილს ნიშნავს, ამიტომ ასეთი ტიპის მშენებლობების ხელშეწყობა დამატებით ქმნის, გარდა მშენებლობის სტადიისა, ქმნის ბუნებრივია გრძელვადიან სამუშაო ადგილებს, რაც სწორედ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას და ბუნებრივია ყველაზე დიდ საზრუნავს წარმოადგენს. 235 ოჯახი, რაც ჩვენთვის იყო პრიორიტეტი, უკვე შესახდა თავიანთ ბინებში. რაც შეეხება ბიზნესს, კომპანიამ უკვე შეძლო ამ პროგრამის ფარგლებში გაძლიერდა და აშენებინა თიფლის ბიზნეს ტაუერი, დასაქმებულია უკვე ჩვენთან სადღაც 940 კაცით არის უკვე და თვითონ ჩვენი თანამშრომლები 67 ადამიანია, რომელიც ემსახურება ამ ცენტრს. ფინანსური მაქინაციები, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში